გამოწვევების საქართველოს სატრანსპორტო დარგში და შუა დერეფნის პოტენციალი. აზიის განვითარების ბანკის ბოლო ანგარიში ყურადღება გამახვილებულია ქართულ პორტებში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე. ADB აღნიშნავს, რომ ქართულ პორტებში არ არის კარგად განვითარებული მულტიმოდალური სერვისების ინფრასტრუქტურა, რაც გემებიდან გადმოზიდული კონტეინერების დამუშავებას და მათ სარკინიგზო გადაზიდვებს შეეხება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს იმ პოტენციალს, რაც შუა დერეფნის განვითარებას გააჩნია, თუმცა ანგარიში ხაზგასმულია მეტი კოორდინაცია და ტარიფების ჰარმონიზაციის საჭიროება. ამ ფონდზე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საზღვაო გადაზიდვებისთვის დადებითად დაიწყო. APM ტერმინალსის ცნობით, ფოთის პორტში პირველ კვარტალში 146,468 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 15.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასევე გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც, თუ კომპანიის მიერ წელს სამ თვეში 82,369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 37,281 ტონა იყო. რა გამოწვევები რჩება საქართველოს სატრანსპორტო დარგში და როგორი იყო მიმდინარე წლის პირველი კვარტალი გადაზიდვების სექტორისთვის? ამ თემებზე სტუმართან COSCO Shipping Lines-ის გაყიდვების გენერალურ მენეჯერთან გივი ჩაჩაინძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით გივი, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოდით დავიწყოთ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ვნახეთ ფოთის პორტის შემთხვევაში არის ზრდა გადაზიდვების ნაწილში მიღებული კონტეინერების ასევე ნაყარი ტვირთების მიმართულებით. თქვენ როგორ შეაფასებდით პირველ კვარტალს და რა ტენდენციების გამომხატველი შეიძლება იყოს წლის პირველი სამი თვე, როგორ შეიძლება წელი წარიმართოს და მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ ჩვენმა დერეფანმა მეტნაკლებად მაინც მოახერხა ტვირთების შენარჩუნება? მოგესალმებით. დიახ, APM-ის სტატისტიკით მართალია პირველი კვარტალი, პირველი ჩვენი სამი თვე წლის კარგად დაიწყო, გაიზარდა ბაზარი, დაახლოებით 15.7% თლიანად, აქედან 18% არის იმპორტი და 10% არის ექსპორტი. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და კარგია, უბრალოდ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავი გამოწვევა რჩება ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა. ჩვენ ყოველთვის გვიხარია და პირიქით ჩვენი მიზანია ტვირთბრუნვის გაზრდა და ჩვენი დერეფანი რომ გავხადოთ კონკურენტუნარიანი და არა როგორც ალტერნატივა და გეგმა B, არამედ ეს იყოს ფიქსირებული, ესე რომ ვთქვათ, მძლავრი დერეფანი. თუმცა ზრდასთან ერთად ის გამოწვევები რაც რჩება, უფრო კრიტიკული ხდება. იმიტომ რომ ფოთის პორტმა მოგეხსენებათ, შარშან გამოცხადებულზე მეტი ტვირთი გადაამუშავა და თუ წელს უკვე გაიზარდა 15%-ით პირველ სამ თვეში და განაგრძობს ეს ზრდას, რა თქმა უნდა, ეს უფრო ახლოს მიგვიყვანს იმ გამოწვევებთან და უფრო მეტი რისკის ქვეშ დაგვაყენებს, რაც საბოლოოდ შეიძლება უფრო ზიანი მივაყენოთ ამ ზრდით ჩვენ კლიენტებს და პოტენციურ კლიენტებს. თქვენ რა გამოწვევებს ხედავთ? შეიძლება თუ რა ზრდის შემთხვევაში თქო გავუჭირდეს ფოთის პორტს უკვე მიღებული ტვირთების ჯეროვნად დამუშავება და ძირითადად რა რგოლში არის ინფრასტრუქტურის რა ნაწილში არის პრობლემები, რაც იგივე თქვით რომ შეიძლება თქვენს კლიენტებს პრობლემები შეექმნას ამ საკითხში. როგორც იყო ჯერჯერობით არაფერი არ შეცვალა, წლები ამაზე საუბარი მიდის. ათეულობი წლებია უფრო სწორედ რო იყო. ეს არის პორტი პირველ რიგში, ღრმაწყლოვანი პორტი მთავარი, ვიტყოდი. და პორტთან არსებული ინფრასტრუქტურა ის იქნება ტერმინალები და ზოგადად სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, რომ ჩვენ შევძლოთ მეტი მატარებლის გაშვება და მეტი მატარებლის მიღება ყოველდღიურად, რაც დღესდღეობით ესე რომ ვთქვათ, აწყობილად არ ხდება, უფრო ხდება ჩვენ თუ რამეს დავგეგმავთო, რაღაც რეისები, აი მარტივ ენაზე რო ვთქვა, აი რეისები არ არის ესე რომ ვთქვათ, უზრუნველყოფილი. და ამის საფუძველზე თქვენ როგორი მოოდინები გაქვთ? აი თვითონ მოთხოვნა თქვენი კლიენტების მხრიდან, სადღაც თქვენ მსხვილ კომპანიებთან გაქვთ ხო ურთიერთობა, შეიძლება თუ რა ველოდეთ წელს გაზრდილ ნაკადს, გაგრძელდეს თუ არ იგივე საზღვაო მიმართულებით და თუ კი ინფრასტრუქტურის ნაწილში არაფერი არ შეეცვლება, შემდეგ რა სურათი შეიძლება მივიღოთ ჩვენს პორტებში? მე ზოგადად როგორც აღნიშნე, მივესალმები ხოლმე ყოველთვის, მაგრამ მინდა ხოლმე რომ რეალისტი ვიყო. რაც შეეხება მსხვილ კლიენტებს და ზოგადად კლიენტებს, ეს კლიენტები არსებობენ, ყოველთვის არსებობენ. ერთია რომ ისინი ჩვენ გვიკავშირდებიან, მაგრამ მეორეა რომ ჩვენ თვითონ უკავშირდებით, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, ჩვენი გასაკეთებელია რომ კლიენტები აქ მოვიზიდოთ, იმიტომ რომ მათ ალტერნატივები აქვთ, ხოლო ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი დერეფანი ვანახოთ, როგორც მათთვის ყველაზე საინტერესო და იმისათვის რომ ეს გახდეს რეალურად, იმიტომ რომ მათ აქვთ აქ გამოცდილების მუშაობა და იციან, არაერთხელ მოგვივიდა, არაერთხელ გავიჭედეთ, ბოთლნექი მოხდა, მეტი ტვირთი ავიღეთ და ვერ გადავამუშავეთ, დროში გავჭედეთ და დღემდე აქამდეც ეგრე იყო, ჩვენ ოფიციალურად არა ვართ ჩაბმულები მსოფლიო სავაჭრო გზებში ჩვენი პორტებიდან. ჩვენ გადატვირთვით მუშაობ და თავარი სერვისებიდან ჩვენ ვიყენებთ შუამავალ პორტებს. თავარი სერვისები ჩვენთან არ მოდის, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ გემები ვერ შემოდის საქართველოს ჩვენ პორტებში. ამიტომ თუ რაღაცას ხმამაღლა ვიძახით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის საპორტო ინფრასტრუქტურა, ეს არის პორტთან არსებული სხვა ინფრასტრუქტურა, ის იქნება ტერმინალები თუ რკინიგზის უფრო მეტი ლიანდაგი და
აწყობილი პროცესი. აი როგორც ADB-ის დასკვნაში იყო კომუნიკაციის პრობლემა არის, სერიოზული კომუნიკაციის პრობლემა არის, ეს არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, მთლიანი რეგიონი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი კონკრეტული გადაზიდვისთვის შეიძლება სამი ქვეყანა იყოს ჩართული, მართლა რთულია სამ ქვეყანასთან ერთ დღეს ყველაფერს დაგეგმვა, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ დაგეგმული, წინასწარ აწყობილი, ეს არ უნდა ხდებოდეს შეკვეთის მიღების დროს რაღაცებზე ფიქრი, ეს უკვე ნაფიქრი უნდა იყოს. აი, ტარიფების ნაწილში რა სიტუაცია ჩვენ გვახსოვს, რომ დაახლოებით 1 წლის უფრო დიდი ხანით არის გასული, შეთანხმება იყო სამი ქვეყნის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, რომ რაღაცნაირად ერთიანად შეთანხმებულად უნდა ყოფილიყო მათ შორის ტარიფების ნაწილში, ეს რკინიგზას ეხებოდა მათ შორის. აი, რა შეგვიძლია ვთქვათ რკინიგზის მიმართულებით და ტარიფებით რამდენად შეიძლება, because ფრაგმენტული ტარიფიკაცია იყო ნახსენები ამ ანგარიში სწორედ. აი, თქვენ რაც ახსენეთ, ეგ ინფორმაცია მეც მქონდა, მეც ვიყავი იმ ფორუმებზე, სადაც ამის ხელმოწერა ხდებოდა თუ მემორანდუმის გაფორმება, მაგრამ ჯერჯერობით თვითონ საქმე ჩვენამდე ჯერ არ მოსულა. ოშტოში რა ვიცი, შეიძლება ჩვენ ვართ აცდენილები, მაგრამ რასაც უყურებ და ჩვენ მეხმამალა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდვები ვართ და მით უმეტეს რკინიგზით და მით უმეტეს ზღვით, ამიტომ ჩვენამდე ჯერჯერობით არ მოსულა და შუა დერეფანში ჩვენ 2017 წლიდან ვართ ჩართულები და ყველა მიცის ჩვენი რაოდენობა რა არის შუა დერეფანზე და ამიტომ მე ჯერჯერობით არ მიმიღია ამაზე რაღაც კონკრეტული open tariff რასაც ქვია, თუმცა როგორც ვიცი მუშაობა მიდის, მაგრამ მე მახსოვს, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი ალტერნატივა და მაშინ იყო ის დრო, როცა უნდა გავმაგრებულიყავით, მაგრამ ხედავთ, რომ ამდენი დრო გავიდა და დღესაც იმაზე ვსაუბრობთ, რასაც მაშინ ვსაუბრობდით. სამწუხაროდ ჯერჯერობით ესე. აქედან გამომდინარე ვართ ტვირთების დაკარგვის რისკის წინაშე, თუ შეიძლება პირიქით სურათი მივიღოთ, რომ წელსაც რაღაც როგორც თქვით, ეს ბოთლნეკი იყოს, რომ გაიჭედოს უხეშად ვთქვათ ტვირთები. ისეთ რა არის, აი ამ ვითარებაში რთულია ხოლმე პროგნოზის გაკეთება. იმ მოცემულობით რა მოცემულობს გვაქვს პროგნოზმა, შეიძლება ერთ რამე აჩვენოს. ჩვენ თუ უკვე ზედა ზღვარზე მუშაობთ, დამატებითი ტვირთების მოზიდვა რა თქმა უნდა იწვევს უთანხმოებას კლიენტებთან, იმიტომ რომ მე უნდა შევასრულო ის, რასაც შევპირდი. თუ არ შევასრულებ ის ჩვენ დერეფანს დაინახავს როგორც სუსტს და შემდეგში თვითონ აღარ წამოვა. ამიტომ რთულია ხოლმე კლიენტთან მისვლა იმ მომენტში, როცა შენ გძნობ, რომ შეიძლება მოლოდინი, რაც მას აქვს, შენ ვერ შეუსრულო. ამიტომ რა თქმა უნდა, ჯობია ხოლმე რომ რეალური სურათი ვაჩვენო და იმ რეალურ სურათში კლიენტმა გადაწყვეტოს თვითონ აწყობს თუ არ აწყობს. აი, ეგრეთ წოდებულ სატარიფო ომზეც რო ვისაუბროთ, თქო ბოლო კვირების განმავლობაში გლობალურად შეიძლება თქვას, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი არის ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ახალი ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი, შეიძლება ასე თქვას, საპასუხო ნაბიჯები, რასაც იგივე ჩინეთი და სავარაუდოდ სხვა ქვეყნებიც გადადგამს. აი, ამან ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე იგივე გადაზიდვების ინდექსზე, ფასებზე გავლენა მოახდინა, ან ჩვენ როგორ შეიძლება გამოვჩნდეთ გადაზიდვების სექტორზე, თუ ველოდებით, რომ ამას თქვათ რამე გავლენა ექნება. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ საქართველოს მხრიდან და ჩვენი პორტების და ჩვენი რეგიონის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, გლობალურად სხვადასხვა ტრეიდებზე აისახება და უკვე აისახა სერიოზული პრობლემები იქნება და ძალიან დიდი შეწყვეტა იქნება გადაზიდვების, მაგრამ ჩვენ რეგიონს რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და მასთან კავკასიის რეგიონს და შუა აზიასაც მე პირიქით მგონია, რომ ეს სატარიფო ომი ჩვენ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოსთან მე ზუსტად სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ მე როგორც მახსოვს საქართველოს და ამერიკას შორის ვაჭრობ ძალიან ბევრს ყიდულობთ ამერიკისგან, თუნდაც აი ამ მეორად მანქანებს და ამიტომ ჩვენ არ ამგონია იმ ქვეყნების სიაში მოვიაზრებით, რომელსაც დეფიციტი აქვს, ამერიკას რომელთანაც დეფიციტი აქვს. შესაბამისად, მე უფრო მგონია, რომ ეს გლობალური სატარიფო ომი, რომელიც დიდ ქვეყნებს შორის ხდება, ჩვენ რაღაც შესაძლებლობას მოგცემს. კი, ეს იქნება დროებითი, თუ მოხდა საერთოდ, რა თქმა უნდა, დროებითი იქნება, მაგრამ ამ დროებით მომენტშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება შევძლოთ, რომ დამატებითი ტვირთებიც მოვიზიდოთ და მოგებაც ვნახოთ. აი, არის ამის ნიშნები ან რა გზებით შეიძლება რომ შესაძლებლობა გამოჩნდეს ამ ნაწილში. პირველი ნიშანი ამის ის არის, რომ შესაძაც ამერიკა ორი ქვეყნის მაგალითად ავიღოთ, პირველი ჩინეთი, მეორე ამერიკა, ძირითადად ვინც ყველაზე დიდ პროცენტულ სატარიფო ომს აწარმოებს ერთმანეთთან. ამერიკა ადებს ჩინურ ნაწარმოებს საქონელზე, იმპორტირებულ საქონელზე 154% თუ არ ვცდები, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთმა უნდა დაიწყოს ალტერნატიული ბაზრების ძებნა. ერთ-ერთი ალტერნატიული ბაზარი ჩვენც აუცილებლად ვიქნებით და ჩვენს ირგვლივ ჩვენი პორტები ემსახურება არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენ მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს პლუს ცენტრალურ აზიას. ანალოგიურად ამერიკისთვისაც თუ ჩინეთი ადებს ამერიკას და უკვე დაადო
დიდი პროცენტი, დიდი ტარიფი, ამერიკანაც უნდა ეძებოს ახალი ბაზრები. ახალი ბაზრები, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენც მოვიაზრებით. ანუ ორივე შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ამიდან უფრო პოზიტიური რამე გამოვნახოთ, ვიდრე ნეგატიური. ამ მომენტისთვის მე ნეგატიურს მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ნამდვილად ვერ ხედავ. ანუ თქვენ მოიაზრეთ, რომ შეიძლება თუ საბოლოოდ ძალში შევიდა ეს ტარიფები, გადაზიდვები, მათ შორის ჩვენ დერეფანზე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მე ამ კუთხით უყურებ ამ ყველაფერს. მინდა ასევე მოვიკითხო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც რა თქვენ ხო არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია იგივე ფოთის სპორტის გაფართოებასთან მიმართებაში, ამაზე წლები არის საუბარი და ახლა თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ჭირდება მოკლედ დამატებითი ინფრასტრუქტურა და გამტარუნარიანობა და ამისთვის უხეშად ვთქვით, გუშინ წინ უნდა ყოფილიყავით, თუმცა დღესაც არ ვართ ხო მზად. თუ არის იგივე თქვენ აქტიურად მუშაობთ ფოთის სპორტში, რაიმე ნიშანი იმისა, რომ შეიძლება დაიწყოს ამ მიმართულებით გაფართოება, რაიმე გეგმები თუ არის? გეგმები რა თქმა უნდა არის, პროექტიც არსებობს და სამუშაოები მიდიოდა. ჩვენ თუ მე დავიღწნები ფოთის სპორტის განცხადებას, ოფიციალურ განცხადებას და მათ ინტერვიუებს, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ფოთის სპორტი APM ტერმინალში არის მზად, მათ დაამთავრეს ყველანაირი მოკვლევა, ყველაფერი საერთოდ იმისათვის, რომ ფოთის სპორტის გაფართოება დაიწყონ და ეხლა მე როგორც მახსოვს ელოდებიან მთავრობის მხრიდან ხელმოწერას. ეს მართლა დიდი ხანია გრძელდება, მე არ ვიცი ხა შიგნით რა ხდება და როგორ ხდება, თუმცა თუ ჩვენი ბიზნესის აზრი აინტერესებდა, არ არსებობს არც ერთი გადამზიდავი ან საზღვაო ხაზი ან სარკინიგზო ოპერატორი რეგიონში, ვისაც არამც თუ არ უნდა, არამედ ამის საჭიროება დგას, თან ეს წლებია დგას. მართლა ძალიან დიდი საჭიროება ამისთვის და ეს არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც საქმე კარგად ვაწარმოებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა იყოს იმ ქვეყნებთან ერთად სოფლიო სავაჭრო გზებში, რომელთაც ჩვენ ესე რომ ვთქვათ ვეპარტნიორებით და გვინდა რომ განვითარდეთ და განვითარებისთვის რა თქმა უნდა პირველი ესე რომ ვთქვათ პირველი ფუნქცია აზრი განვითარების ის არის რომ ჩვენ ჩანდეთ და ვიყოთ იქ სადაც არის განვითარება და ამისთვის ღრმაწვდომი სპორტი აუცილებლად საჭიროა. მეორე მხრივ მესმის ანაკლიის სპორტის შესახებ რომ მიმდინარეობს გარკვეულ ეტაპზე რაღაც სამუშაოები ფიზიკურად არ გვინახავს არავის არ დაუპატიჟები ვართ სამწუხაროდ თქო ვიტყოდი თუ ჩვენ ხმას გაიგებენ კარგი იქნება თუ ამ ბიზნესის სექტორს დაუპატიჟებენ და გვანახებენ რა სამუშაოებია რომ ჩვენ პრინციპალებს და ჩვენ კლიენტებს იმედიანი მესიჯი გაუგზავნოთ და სიგნალი რომ რაღაც მართლა იგეგმება იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ანაკლიის პროექტზე ბევრი პრობლემა არსებობდა და ბევრჯერ დაიწყო გაჩერდა და თუ ეხა მიდის ძალიან დიდი იმედია რომ ჩვენ სამ პროცესის მომსწრება ბოლოს და ბოლოს გავხსნით ამ პორტს. იმედია, ყოველ შემთხვევაში დავიტოვოთ ამის იმედი. ძალიან დიდი მადლობა გივი საინტერესო საუბრისთვის. გივი ჩაჩანიძე, Costco Shipping Lines-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც მოიცინეთ, ვსაუბრობდით სატრანსპორტო დარგში არსებულ გამოწვევებზე და ასევე შესაძლებლობებზე.